როგორ მოვიქცეთ ახალ დედას, ასე ვთქვათ, რა არ უნდა ვუთხრათ და რა უნდა ვუთხრათ, თუნდაც პარტნიორის თვალსაზრისით რა რჩევები გაქვს პარტნიორისთვის და ოჯახის წევრებისთვისაც, იგივე შეიძლება დედა, დედამთილი, არ ვიცი. კი ბატონო. ძმა. მშვენიერი კითხვა. და მინდა მადლობა გადავხადო აქვე ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდში მედგა, თორემ მართლა ალბათ ისე ჩავიძირებოდი, რომ ვერ ამოვყვინთავდი. პირველ რიგში ვურჩევდი, რომ გადაიკითხონ, რა სიმპტომებს უნდა ვუყუროთ. ახლა აი ამ პოდკასტის მიღმა. უბრალოდ ჩაუსხდნენ და ნახონ, რომ ნელ-ნელა ადამიანი ეგუება თუ პირიქით უარესად ხდება. მხარდაჭერა იმ ხრივ, რომ რაღაცა საქმეები, რომელიც შეიძლება ახალშობილის დედამ არ გააკეთოს, არ დავავალოთ. ხელი შევუწყოთ, რომ ბავშვი როდესაც ძინავს, თვითონაც ეძინოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და არა პარალელურად რაღაცა საქმეს კი ბატონო. რაღაცა გამამხნევებლად უთხრათ, რომ არა უშავს, რომ ეს ახარ მე შენ გვერდი თუ რაც არ უნდა იყოს. ჩვენ თვითონაც გვახსოვდეს, რომ ეს დროებითია და მუდამ ესე არ იქნება და ნუ ბოლოს და ბოლოს თერაპევტი ჩავთოთ თუ კი. ხო, ეგეც. მე ცალკე გავშალოთ კიდე. კი და ანუ ჩვენ თვითონაც არ ჩავარდეთ ამ კატასტროფაში, რომ ვაიმე რა ცუდად არის ეს და რა ჭირს. It's okay.